ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შემოდგომის თბილისის ფარგლებში ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობდნენ ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლები რუსთავი და მართვე. არაჩვეულებრივი დღე გვაჩუქა დღეს ანსამბლმა რუსთავმა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილე. მე მიხარია, რომ ბატონი ანზორს იმდენი მოსწავლე ყავდა და იმდენი ყავს საქმის გამგრძელებელი და ისეთ ხარისხში გრძელდება ეს საქმე, რომ მსოფლიოს ნამდვილად კიდევ არაერთხელ გააოცებენ ქართული მუსიკით და ბედნიერი ვარ, რომ ამის ყველაფრის მონაწილე ვართ, როგორც ყოველთვის. ერთ-ერთი უმთავრესი დანატოვარი რაც არის, ეს არის ანსამბლი რუსთავი. ესე ბრწყინავს ცის კაბადონზე როგორც ვარსკვლავი. ეხლა ახალი პერიოდი აქვს რუსთავს. თაობათა ცვლის, თავიდან ფორმირების, ბევრი მიმართულებით და მე ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ ძალიან სწრაფ პროგრესს. და რაც თავარია პატივისცემას და სწორებას იმ პრინციპებზე, რაც ანზორ ერქომაიშვილმა დატოვა ამ ანსამბლში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენით დიდი ანზორ ერქომაიშვილი. კიდევ ერთხელ შევეხეთ მის დიდ ისტორიას. გავიხსენეთ ქართული ხალხური სიმღერის გამარჯვების და გადარჩენის ის ეტაპები, რომელიც თავიდან ბოლომდე ანზორ ერქომაიშვილის სახელს უკავშირდება.